გაზაფხულის დაწყებასთან ერთად ჩვენი ვენახიც მაშინ იწყებს გამოსვლას. გვაზე ძალიან მალე იწყებს კვირტების გამოტანას და გამწვანებას. ეს უკავშირდება სითბოების გამოსვლასთან, ამინდის ცვლილებებთან. შემდეგ უკვე აკვრა, ახვევა, ასევე გამორჩვაც ერთმანეთს მისდევს. ძირითადად ორ კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ ჭირდება ხოლმე წამლობა. ვაზის იმისთვის რომ იგივე მზემ ან სხვა პროცესებმა არ დააზიანოს და ხელი არ შეუშალოს განვითარების პროცესს. ყველა ნივთიერებას აქვს ეტიკეტზე მოცემული ის თუ როგორ უნდა შევაზავოთ, რა რაოდენობით არის წყალთან მისი შეზავება საჭირო. კარგი დაშორება ვაზებს შორის არის 1 მეტრიდან მეტრა 30-მდე მოცულობა. იმისთვის რომ თითოეულმა ძირმა სწორად გამოიყენოს თავისი რესურსები, ჩვენ ახალ ვაზს ურგავთ ხოლმე გვერდით დამხმარეს, იმისთვის რომ ეს ვაზი გაყვეს დამხმარის სისწორეს და მასზე არის ხოლმე მიმაგრებული და ეს მიმაგრება იწყება გაზაფხულიდანვე, იმიტომ რომ გამოცოცხლების პროცესში განვითარდეს სწორად ვაზის ძირი. ეს არის ცოლიკორის ჯიშის ვაზი, უკვე რომელიც უკვე მეორე წელია რაც გაშენებული გვაქვს და უკვე მოგცა რამდენიმე წელია გვაწევს უკვე ძალიან კარგი ხარისხის და დიდი მოცულობის ყურძენსაც. ზუსტად ის პროცესები, რომლებიც ახლა ვითარდება, იმერეთში გამორჩვის სახელით არის ცნობილი. ჩვენ ვიწყებთ პირველ რიგში იქიდან, რომ ვაზის ჯოხს ან ტანს არ უნდა გქონდეს ზედმეტი მწვანე მასა, იმისთვის რომ ეს მწვანე მასა შემდეგ რომ განვითარდება, ცალკე კიდევ რესურსს მოითხოვს ხოლმე და უნდა შევეცადოთ რომ გავაცალოთ და გავათავისუფლოთ ეს ვაზი ამ მწვანე მასისგან. ზაფხულის დასასრულში აგვისტოში უკვე თითქმის ყველა ოპერაცია სრულდება. ჩვენს მიკროზონაში ძირითადად ვაზს არ ჭირდება ხოლმე მორწყვა, თუმცა მსგავსი სახის საირიგაციო სისტემები გამოიყენება ისეთ ნიადაგზე, რომელიც არის ვაკე, იმისთვის რომ დაგუბებული წყალი ან წვიმის დროს მოსული ზედმეტი წყალი გაწოვილი იქნას ამ სისტემების მეშვეობით და თქვა არ დაგუბდეს, იმიტომ რომ ვაზი არის ისეთი მცენარე, რომელიც არ გამოირჩევა, როგორც ამბობენ, წყლის მოყვარულობით. ამიტომ ზედმეტი წყალი ამ სისტემებში ჩაედინება და შემდეგ გადის ვენახის გარეთ.